ვისწავლოთ აფხაზური ენა. ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. პროგრამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამისი პროექტის საფუძველზე შეიქმნა. ნებისმიერ სურვილს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს და შეისწავლოს აფხაზური ენა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად აფხაზური ენა ქართულ ენასთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიაზე მეორე სახელმწიფო ენაა. პროექტის მიზანი არის აფხაზური ენის კულტურისა და იდენტობის შენარჩუნება და მის განვითარებაზე ზრუნვა. რომელს ნაბიჯი ხელს შეუწყობს აფხაზური ენის პოპულარიზაციას. ვფიქრობთ, რომ ჩვენ აფხაზებს უნდა ვესაუბროთ პრობლემებზე მათ ენაზე და ეს უკეთეს შედეგს მოგვიტანს ჩვენ შემდგომ ურთიერთობაში. ჩვენ დიდი მხარდაჭერა გვაქვს აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროდან და მე მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის და იმედი მაქვს, რომ ეს დისკი გადავა იქით აფხაზეთის მხარეს და იქაც ისარგებლებენ ამით. ჩვენ გეგმავთ ერთობლივ პოლიტიკას. ის პროექტი ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც მდგომარეობს ელექტრონული ახალი ფორმატის საგამონათლებლო მასალის შექმნაში აფხაზურ ენაზე. ჩვენ გეგმავთ, რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის. ეს კულტურული წარმატებები არ უნდა დარჩეს მხოლოდ რაღაცა მცირე კონტინგენტისათვის, არამედ მთელი საქართველოსთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.